ძალიან კარგი ადამიანი და იყო. ვინც რაღაც კონტორაში როგორ და ნუ ჩემთვის იყო ტრაგედია, როცა შევხედე კოტემ რეები იკადრა, რის ერთმანეთზე მიყოლებით. აი ახლა კადრულობს ამას, გვეუბნება თურმე 60%. და ნუ აქვე ახლა კარგი, კოტემ იკადრა პატივცემულო მოსამართლეებო. უამრავ თქვენთაგანს ვიცნობ, ხო? კვალიფიკაცია არ გაკლია არც ერთ. ნუ რა გახდა ახლა? ერთხელ იგარი გადაიწევოთ და თქვენგანაც შეხედოთ. რეს კადრულობთ, რის უფლებას აძლევთ, თუნდაც კუბლაშვილს, თუნდაც ზაგვარია ის გოგო, ყველაფრის მინისტრი რო იყო. ყეშელაშვილი. თუნდაც ყეშელაშვილი რო გეჯდათ თავზე. არ ვიცი, ახლა მოსამართლეთა უმრავლესობა განაჩენს რომ კითხულობს, თავი აქვს დაღუნული თვალებში ვერ გიყვება. არაპირებს ის ხალხი ამ ქვეყანაში კიდე ცხოვრება. ალბათ არაპირებენ, არა და ხეთაგური როგორ აპირებს ცხოვრებას და ხვალიდან ადამიანებს სახე შეხედოს. ეს რაზე მოუწერია ხელი? კაი, სახელმწიფოს წერია ეს ადამიანი. მე ვფიქრობ რა ვიცი. არსებითად მართლამტერია, ბატონო დახოწერია. ძალიან ძნელი დასაშვებია ეხლა ის აზრი მიიღო, რასაც ახლა ვიტყვი. იმიტომ მუდმივად ვარ განსუფრებული, რომ ატოშვებიან ამას, ატოშვებიან ათახო ქვეყანა იქცევა. მოდი აბა უცბად დაუშვათ ყველაზე ძნელად წარმოსადგენი და წარმოვიდგინოთ, რომ ამ ხალხს უნდა ქვეყნის გაქცევა. მაშინ ხო ყველაფერს სწორად აკეთებენ. მაშინ ლოგიკა ჩდება უნაკლოდ. და არ ვიცი ახლა იცი შემთხვევითობა ასე ხშირად არ ხდება, საერთოდ შემთხვევა არ არსებობს. ხომა ფილოსოფიაში თუ წავალთ. გამოდის რომ ამ ხალხის ხელით ვიღაც სულიად გამიზნულად კარგად შედგენილი ზელვადიანი გეგმით ახორციელებს საქართველოს განადგურებას და ხა ორგვარი ხუმრობის გარეშე ვიდრე ამ ხალხმა მამის საფლავები და მამა დავითი არ გაგვიდა. მე მგონი დროა რომ საზოგადოებამ ხმა ამოვიღოთ. იმიტომ ამას გამაგზავნა მიშა ამდენი ხანი შუხი გაქვთ. ვინგოთუნდა იმ შუქს აღარ ამბობდა. აი ახლა რა იქნება? ახლა რა იქნება და რა გვექნება? არის ექსპერტი როგორც საერთოდ არის ბატონო იყო ამის ელება. мотивация რა არის? აი პოლიტიკური ენგურფესა გეუბნება, ის მას ცოტა უცნაური იქნება პასუხი. რა мотивация იყო, როდესაც სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა რუსეთის მოქალაქე? ეს არის ძალიან ნათელი მინიშნება დასავლეთისთვის თუ მომთხოვთ დაჟინებით რომ მე აქ მართლა დემოკრატიული პროცესები დავამკვიდრო, მართლა წესიერად მოვიქცე, მართლა გავათავისუფლო მედია, აგერ ბატონო წავალ ახლა ჩავეხუტები კრემლს, ვოვას და კიდე დანარჩენებს და ისინი ამას არ მომთხოვენ. შორტშორის არ მინდა კონკრეტულად თქვა, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ლიდერებით დაახლოებით ანალოგიურად იქცევიან. ესეც ფაქტია, რამდენი წელია ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ აბსოლუტურად ფუჭია და ნუ აი შირმის ეფექტი აქვს მიშა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის რეჟიმის და პუტინის ლანძღვანინებას. რომ ამით ის აკეთებს რუსეთის საქმეს რეალურად. ორნაირად ერთი დასავლეთს აბნევს და ამ ფონზე, როცა სიტუაცია დაძაბულია, დასავლური ცივილიზებული კაპიტალი ვერ შემოდის საქართველოში, რაც ისინი საქართველოში ვერ შემოდიან, აქ უძრავ ქონებაზე, სხვადასხვა აქტივებზე ფასი ეცემა და მერე ამ გაიარებულ ქართულ აქტივებს შარის ფასად იგდებს ხელში რუსული კაპიტალი. ვისი საქმე გაკეთდა მითხარით ახლა? რუსების. და ჩვენს თუ ბრიტები არა ვართ მიხდეთ. ეს მაინტერესებს ნიკო ლოგიკას გავუყოთ. მაშინ ამისანაც ბიჭები რა შეაწყვეტა ამ რუსებს. აი არ მოსწეს რა მართლა არ მოსწეს რა გულუყება არა ვარ და აი ამაზე მე ძალიან გამიჭირდება თქვა მაგრამ იმ ბიჭების ახლობლები უნდა დაფიქრდნენ. იყო ეს ყველაფერი დიდი დეპორაციის ნაწილი. როგორ ჩავს? და გამოვიდა რა ძალიან სუდი გაწნათქვამია ხო ეს რუბიმ შეფტილია. რა ბიჭები ხა ხოდრებიან მშვიდობიან მოსახლეობა რამდენი დაიღუპა გორი რადღეში იყო და აქ საფორტიფიკაციო ნაგებობაზე სანგარი არ გაწყვილა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე კაცს არ უფიქრია. ეს კაცი თავარსარდალი რომელმაც არა მარტო ომი წააგო
აი ასეთ სამარცხინოთ მიატოვა საკუთარი მოსახლეობა, დღეს გამოდის დაფაზე გვიხატავს რაღაცა ციფრები და ქვეყანა ააშენა. ქალს აქვს ერთი უნიკალური თვისება, რაც უნდა დაწერეს ზედა არ წითლდება, დაფას ამნაირია და მიშავს მე მგონი ასპარეზზე შეგვიძლია დაუტოვოთ, არ ვიცი, მივცეთ ბლომად ქაღალდი და კალამი და დავსვათ სადმე წეროს და ხარჯს. ისეთი არის ახლა ჩვენი ჟურნალისტი გაზრდევდა ამ იმას ხეთაგური აქცია დირექტორი. ემალებოდა ministri და ჟურნალისტებიდან გარეთ კირპილით გაქცეულა. აი კამერებს გაექცა ადამიანი. თქონდა სიგარო კონდა ჩადენილი ახლა ასეთი დანაშაული. მე აღარ ვამბობ, ეს დანაშაულია. დანაშაულია, აბა. ეს დანაშაულია, სხვათა შორის ახლა ამ საკითხებზე იგივე აფხაზეთ კოლეგებთან და მეგობრებთან არ მომეძება ამის ხმა. ქონდა მსჯელობა რა კონტექსტით. რომ ეს ჩვენ გვაერთიანებს უერთმანეთოდ ენგუფებს ჩვენ ვერანაირ ექსპლუატაციას ნორმალურად ვერ გავუძებთ. და რა რისკები არსებობს, რომ ჩვენ გავყვოთ. და ერთ-ერთი რისკი რაც წარმოვიდგინეთ, ეს იყო პირდაპირ რუსული აგრესია. რომელიც მართლა ძალიან იყირებდა და ამ შემთხვევაში რუსეთის და რუსეთი მეთქი უკაცრავად ევროპას და ამერიკას უბრალოდ იძულებული იქნებოდა ხმა მოეყო. მაგრამ ნუ ხელთქვაო სულიერად მიზავდა ჩემი გვარის არ უარერიოსო, ხო? ზუსტად ასე ეს ვერ წარმოვიდგინე, ვერც მე და ვერც აფხაზმა, რომ ჩვენი საქართველოს ენერგეტიკის ministrით საკუთარი ხელმოწერით გადააბარებდა მაინც გასულიყო მაგუბედური და თვითონ არ მოეწერა ხელი. ხო, ეს მოხდა ჩარჩები როგორ ისწორებენ. მე არ ვიცი, მე მიყვეს ეგეთი რაღაცები, ხო ვიცი. არ ვიცი, ეს ის თემაა, რომელსაც ვერ წარმოვიდგენ, ნუ ამბობენ ხო, რომ ყველა თავისი პრინციპებიდან სჯელობს და აფასებს. ეს ვერ წარმოვიდგინეთ, მაგრამ როგორ შეიძლება ეს მოხდარიყო. არ ვიცი, ვერთმაინებოს და ისეთი არაფერი იყოს ამ მემორანდუმში. თანაც მემორანდუმი ეს არ არის მყარი ხელშეკრულება, მაგრამ გააჩნია ვის ხელში. თუ რუსეთმა რამეზე შენი ხელმოწერა ჩაიგდო ხელს, მე ყულფივით გამოგახავ თავზე და აღარ გამოუძრები იმას და 10 წელი რამდენი წელი შეიძლება გახანძილდეს ღმერთმა იცის. ანუ მთლიანობაში ახლა ისევ დამოკიდებული ხდებით გლობალურ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე და ღმერთმა ინებოს, რომ ნუ რუსეთი ისე დასუსტდეს, რომ მოუწიოს ანგარიში გავიწიოს მერე. იძულებული გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამის პირი საქმეს ასეთი პირი არ შეიძლება. კარგი, მაგრამ მაშინ რაღაცა დავიწყეთ ეს 7 აგვისტოსის ავანტურა ფინალში. რაღაცა დავიწყეთ, ნუ მე ყოველდღე გავუგებარია დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს. რა გაძლიერდება ხეთაგურია თუ ვიღაც? არა, არ დაძრებოდა, აქ ჩამოსულა. არა ბატონო, არა, რუსული მაგრამ ამ სერიალ უყურეთ თავი სერიუ პერიგოვორო. ეს აქცია არის ეგრე, აუღიანი რაღაც ოპერაცია, ეს ამი ხახული საქმეა, ბატონო, ვიცი მე. ერთი გვერდა დიდი ღალატის ოფასი დოკუმენტი. იქივე რა თვითონ კანალის როლოს კი. რაესო გადასეს თელასი. ახლა დიდი სერიები მიდიდა. ახლა ამ დროშა და ნაკუთი რა გაბურებდნენ. აქ მეორე ლოგიკაა კიდე, რომელსაც ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ცდილობს ხოლმე რომ განავითაროს. თავიდან ჯერ კიდე 3-4 წლის წინ ამბობდა, როდესაც სააკაშვილმა დაიწყო პუტინის გინება. ნიკო, ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ გავუფორმებთ აფხაზეთს და ცხინვალს რუსეთს და რატო? ახლა რომ დაასხო ურთიერთობა და მოაწერო ხელი მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ჩარჩოს. მეგობარი ხო არ წაგართმევს მერე ტერიტორიებს. ეს ტერიტორიები რო წაგართვას და შენ წინასწარ ხარ ინფორმირებული რომ უნდა წაგართვას. ამიტომ საჭიროა მტრის ხატის შეიქმნას ორივე მხრიდან. რა კეთდება კიდევაც და სხვადასხვა ლოგიკა არის. ამ მეგობრის სახელი დაგვარია ირაკლი შავიშვილი. ის ცნობილი. ერთ-ერთი უჩვიანესი სერიოზული ადამიანი, ვისაც ცნობდა საერთოდ ძალიან რეზოსმა. გავახსენეთ, ეს დათვალიერებული. დათვალიერებული არ არის. დაუბრუნდა აქ. ანალიტიკური აზროვნება ძალიან სწორად დათვალა და დათვალა ჯერ კიდევ 2006 წლის იანვარში, როდესაც მიშამ აი პირველ სკოლასთან მიაბრძანა თავისი ტრიბუნა და იქიდან უძახა პუტინს ის რაც არ უნდა ეძახა. ერთი საქმე მეუბნებოდა თუ ესე უზურებით რუსებს რომ ჩვენ რაღაცე გავხსნით, აი საერთოდ რატო დავიწყეთ? საერთოდ რატო რაზე გამოვიყავით? მე არ ვიცი რა ლოგიკაა ესა და რა.
ფაქტი ერთია, რომ ნიშას კათარეშოდ გახდა ეს ქვეყანა და მე არ ვიცი, მართლა უხერხულია ახლა საქართველოს მოიხსენიებოდეთ, ვართ დღეს რეალურად მიშალენდი. არის ეგეთი ტერმინი მტერმორეული, ჩვენ ვართ მიშამორეული. ხერხზე მაინტერესებს ეს პუტინმა რომ მილეცანი იზღულა პარტნიორებიო საქართველოს პარტნიორები გაზზე მაინტერესებს. ხო, ეგ აქ აღარიგებ ამათი ყველა ამათი რაღაც ისუელი. აქ აზრი უადგილოა. ფაქტის შესახებ არ შეიძლება არც გამოთქვა ფაქტი ან არსებობს ან არ არსებობს. გასული წლის ფაქტი ჩვენ ბალანსში 60% იყო რუსული გაზი. თუმცა შარშანაც იგივეს ამბობდნენ, რომ არაერთი შემთხვევაში არ შემოდის. მაგრამ, სქემა როგორია? თვითონ აზერბაიჯანს აქვს დეფიციტური ბალანსი. აზერბაიჯანი ჩვენ ვერ მოგვაწვდის ერთ-ერთ კუბურ მეტრს, თუ თვითონ არ მიიღო რუსეთიდან. და